მოკლედ ძალიან საინტერესოდ ვითარდება მსოფლიოში პროცესები. აი გველი რო ტყავს იცვლის, ისე იცვლება პოზიციები მსოფლიოს ლიდერების, პიროვნებების და საერთოდ სახეცვლილება ხდება ბევრი ადამიანის, ბევრი პიროვნების და მათ შორის მსოფლიო ლიდერების და ის რასაც ებრძოდნენ, ეხლა ჩათვალეთ, რომ იმას დაუჭერენ მხარს. ანუ საუბარი მაქვს იმ სოდომის წინააღმდეგ ბრძოლის გაჩაღებაზე, რომელიც დაიწყო უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში. კარგად მოგეხსენება, ტრამპმა ოფიციალურად უკვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეს სოდომისტები აღარ იმსახურებენ ამერიკულ ჯარში, რომ განათლების სისტემიდან ამოღებული იქნება ყველაფერი ის, რითაც იხწნებოდა ამერიკელი ბავშვები, ასევე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ მამაკაც და დედა ქალბატონს ერქმევა დედა და მამა და ზოგიერთი ავანტყოფი ჟურნალისტი რო ყვიროდა დედა მამა და რაღაცა სულელი ბავშვივით იმაშვებოდა. მაინც ახლა დაცინოს ახლა ხელისუფლებას იმის შესახებ, რომ აი ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა. უკვე ამერიკელებმაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ამავდროულად როდა ამერიკა განსაზღვრავს სოფლიო პოლიტიკას, ჩვენ ხვდებით, რომ შეიცვლება ასევე დამოკიდებულებაც სხვადასხვა ქვეყნებში. ასევე შეიცვლება დაფინანსების პოლიტიკაც და უკვე ალბათ ეს ბაბუცა პატარაიები და ეს მოღალატე NGO-ებიც, რომლებიც საქართველოს ხის წოვენ, უკვე 10 წლეულებია, ვეღარ მიიღებენ დაფინანსებას და ეს საკმაოდ დიდი დარტყმა იქნება უკვე მათთვის. ლოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებს ტრამპის განკარგულებით დაფინანსება შეუწყდებათ. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საგარეო პოლიტიკასთან მიმართებით ეფექტიანობისა და თანმიმდევრულობის შეფასებამდე ორგანიზაციებისთვის საგარეო დახმარება შეჩერდა. ტრამპის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქართული ოცნება ელოდება, რომ საქართველოში საბოლოოდ შეჩერდება ისეთი ორგანიზაციების ამერიკული ფულით დაფინანსება, რომელთა მიზანიც ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებაა. ოპოზიციაში კი იმედოვნებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილება დროებითი იქნება. მგონია, რომ ეს მხარდაჭერა, მათ შორის ფინანსური კუთხით ამერიკის შეერთებული შტატებიდან კვლავ განახლდება დემოკრატიების განმტკიცების მიზნით და საბოლოო ჯამში სწორედ ტრამპის მხარდაჭერა გახდება ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის გამარჯვების საფუძველი. შეიძლება გამჭვირვალობის კანონი საერთოდ აღარ დაგჭირდეს. ისე აგიდგათ გვერდები, როგორც თქვენ რამე აღიდგებათ, როგორც ესე იგი მიცვალებული არ ადგება, ისე არ აღდგება თქვენი დაფინანსება ამ LGBT თემზე მაქვს საუბარი, იმიტომ რომ ამერიკის პრეზიდენტი ნამდვილად აღარ დააფინანსებს აი ამ მარგინალ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ უამრავჯერ ქონია ამ ხალხზე საუბარი, მათ შორის აი საიას წარმომადგენლებს, როდესაც კითხეს მაგალითად ჟურნალისტებს და აი დეფინიციასთან დაკავშირებით, მათ ესეთი პასუხი გასცეს. Voi შეგიძლიათ გითხრათ, რამდენი სქესი არსებობს? Ამ საკითხზე, როგორც გითხარით, კომენტარს არ გავაკეთებ, რომ მე არ ვაფასებ დონალდ ტრამპის ტრამპზე აღარ გეკითხებით, რამდენი სქესი არსებობს? ამაზე რომ მიპასუხოთ, გიპასუხეთ, რომ ამ საკითხზე დღეს ავსაუბრობ. ეს არ არის სისტემები, რომელზეც ჩვენ მუშაობთ და რომელზეც შემიძლია კომენტარების გაკეთება, იმიტომ რომ ჩვენ მუშაობთ ქვეყნის შიგნით დემოკრატიის. რამდენი სქესი არსებობს? ამაზე ვერ საუბრობთ, არიცით, რამდენი სქესი არსებობს? აი მიზეზი რომ გითხრათ, რატომ არსებობს? დასვამთ კითხავს საერთოდ არ გიყვარს. როგორ ფორმატში უნდა დავსვათ აბა კითხვები ამ საკითხზე? არ მაქვს ეს ინფორმაცია, მართლა არ ვიცი. და გამოვითხოვოთ ინფორმაცია თუ როგორ ფორმატში უნდა დავსვათ კითხვა, ეს კითხვა რამდენი სქესი არსებობს? მეილზე უნდა გამოვაგზავნოთ თუ რა ფორმატია? სქესი და არსებობს გენდერი და რომელს გულისხმობთ? სქესს გეკითხებით, რამდენი არის? სქესი არის ხალი და კაცი, მაგრამ არსებობს გენდერი და გენდერული იდენტიტეტი. აი ესეთ სამარცხვინო მდგომარეობაშია ეს გაყიდული ორგანიზაციები, SAIA და მსგავსი ტიპის ეს ორგანიზაციები, რომლებიც უხვად არიან საქართველოში და მალე აი ხელებგაწვრილი იქნებიან საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მათ მალე რიტორიკა შეეცვლებათ, მეგობრებო. თავიანთი გადარჩენის მიზნით უკვე აი ხა შემდგომ რომ მივა ჟურნალისტი აი SAIA-ს წარმომადგენელთან უკვე სხვაგვარად ისაუბრებს და სხვაგვარ პოზიციას დააფიქსირებს ვიდრე ეხლა.